ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. Როგორც შეიძლება შემცირდეს ფასების სურსათზე მთავრობის ახალ გეგმაზე პრემიერმა ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოში სურსათზე ფასები ბევრად მეტია ვიდრე ევროპაში. ბევრად მაღალია ფასამატი და როგორც ქსელური მარკეტების, ასევე დისტრიბუტორი კომპანიების მოგებაც. პრემიერმა ძირითად ფაქტორებზე და გამოსავლის გზებზე ისაუბრა. მთავარ ამოცანად ფასების შემცირება დასახელდა. ხელისუფლება სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტების ქსელებთან მუშაობას იწყებს, განიხილება ანტიმონოპოლიური მექანიზმების გამოყენებაც. ირაკლი კობახიძემ სამართალდამცავ უწყებებს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდა, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში. პრემიერმა მიმართა პარლამენტსაც შეიქმნა სპეციალური კომისია. თემაზე შოთა ფალავანდიშვილი მუშაობს, ის დეტალებს გვიყვება შოთა ეთერში ხარ. პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით, რომელიც პრემიერ-მინისტრის თქმით საკმაოდ ძვირია საქართველოში ევროპის ანალოგიურ ასე ვთქვათ ფასებთან შედარებით, საკმაოდ ვრცელი ანალიტიკური მიმართვა გაავრცელა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ შეისწავლეს ბაზარი, მათ შორის ფასების შედარება ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს შორის და კვლევამ საკმაოდ საინტერესო შედეგები დადო. პრემიერის თქმით, მაგალითად, საფრანგეთთან შედარებით საქართველოს ქსელურ მარკეტებში ხშირ შემთხვევაში იდენტურ პროდუქციაზე ფასთა განსხვავება 86-დან 100%-მდე მერყეობს. პრემიერის თქმით, ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის თავად ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების მიერ დაწესებული მარჟა, რომელიც განსხვავდება ევროპულისგან და ასე ვთქვათ იმპორტირებულ პროდუქციაზე საკმაოდ კოლოსალურად მაღალია. პრემიერმა თქვა ისიც, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს მათ შორის ქსელური მარკეტების სიმრავლე საქართველოში და ასე ვთქვათ ის ხარჯები, რომელიც საოპერაციო თვალსაზრისით სწორედ ახალი მარკეტების გახსნას უკავშირდება. გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განმარტა ისიც, რომ ადგილობრივი პროდუქცია და ადგილობრივი მწარმოებლები ხშირ შემთხვევაში უპირატესობას ანიჭებენ პროდუქციის საექსპორტოდ გატანას, რადგან საქართველოში იდენტურ ასე ვთქვათ პროდუქციაზე ფასები საკმაოდ მაღალია და საკმაოდ მაღალია მოგების მარჟებიც, რაც უნდა შეიცვალოს, როგორც მთავრობის მეთაური განმარტავს, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობისთვის, რომ ფასებზე ასე ვთქვათ გარკვეულწილად დარეგულირდეს მიდგომები და მათ შორის შეიცვალოს ის ფასნამატებიც, რომელიც საქართველოს საბაჟოდან უკვე უშუალოდ ქსელურ მარკეტებში პროდუქციის მოხვედრის დროს პროდუქცია. საზოგადოება ხშირად გამოხატავს უხელს იმის გამო, რომ ქართულ სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქციის ფასები ევროპულ ფასებს მნიშვნელოვნად აღემატება. საკითხის შესაფასებლად შევარჩიეთ რამდენიმე ძირითადი სასურსათო პროდუქტი, შევადარეთ საქართველოსა და ევროპის კონკრეტულ ქვეყნებში ამ პროდუქტების ფასები და გავაანალიზეთ ფასნამატის სტრუქტურა, მათ შორის ქსელური მარკეტების სავაჭრო პრაქტიკა. ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც საკმაოდ დიდია. საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადარეთ, საქართველოში კონკრეტული მარკის წესუმძირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია. ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86% შეადგენს. კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ქსელური მარკეტების ფინანსური მოგება ევროპულზე ბევრად მაღალია. კერძოდ, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14%-იც გია, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2%-ია. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ევროპაში მარკეტების ოპერირების ხარჯები, ფართის იჯარა, შრომის ანაცხოვრება, კომუნალური ხარჯები და სხვა ბევრად უფრო მაღალია. ასევე ძალიან მაღალია დისტრიბუტორი კომპანიების წმინდა მოგების მარჟაც, რომელიც საქართველოში, როგორც წესი, 6-დან 13.5%-მდე მერყეობს. პროდუქცია ფასნამატი და მიმწოდებლისთვის დაგესრებული ფინანსური ტვირთი იმდენად დიდია, რომ ქართული მწარმოებლებისთვის ხშირად უფრო მომგებიანია საკუთარი პროდუქცია არა ქართულ მარკეტებში გაყიდონ, არამედ საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანონ. ამიტომ არის, რომ ხშირად ქართულ მარკეტებში მრავლად ნახავთ ისეთ უცხოურ პროდუქტს, რომელიც ქართულ კომპანიებს საზღვარგარეთ გააქვთ. ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან სახელმწიფოს ინტერესი პირიქით ქართული წარმოების სახალისება და იმპორტის მაქსიმალურად შემცირება.
პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა მთავრობის გრძელვადიან გეგმაზეც, რომელმაც უნდა დაარეგულიროს ფასებზე, ასე ვთქვათ, მომატებული მარჟა და შეცვალოს მიდგომები, მათ შორის მარკეტების მხრიდან. მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ის კონკურენციის სააგენტოსთან ერთად ხელისუფლება აქტიურად იმუშავებს სავარაუდო კარტელური გარიგებების არსებობის შემთხვევაში, ამის იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრაზე, ამავდროულად სავარაუდო დანაშაულის შემთხვევაში პრემიერის თქმით სამართალდამცავი უწყებები შესაბამისად იმოქმედებენ. რაც შეეხება კიდევ ერთ დეტალს, რომელმაც ფასების დარეგულირების საკითხში ფუნდამენტურად გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს, ეს არის საჯაროობა საპარლამენტო კომისიის ფარგლებში. პრემიერის თქმით, კანონმდებლებმა უნდა შექმნან საგამოძიებო კომისია, რომელიც ყველა იმ დეტალს, რასთან დაკავშირებითაც დღეს კითხვის ნიშნები არსებობს, პასუხი გაეცემა. მოგების მაღალი მარჟის პირობებში კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ. ბოლო 5 წლის განმავლობაში ქსელური მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში ორჯერ გაიზარდა. შედეგად დღეს საქართველოში 100,000 კაცზე 113 მარკეტი მოდის, როდესაც გერმანიაში ეს მაჩვენებელი 45, ხოლო ავსტრიაში 62-ია. ლოგიკურია, რომ ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება. წინასწარი ანალიზის საფუძველზე შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასდამაც და შესაბამისად მაღალ ფასებს განაპირობებს. მაგალითად, ესაა ეგრეთ წოდებული ქსელის ქეშბექი, მაღაზიაში შესვლისთვის დაწესებული საფასური, დისტრიბუტორებისთვის ან წარმოებლებისთვის თანხის გადახდის დაგვიანება, მაღაზიების სიმრავლე და ახალი მაღაზიის გახსნის ხარჯის ასახვა ფასში და ასე შემდეგ. რასთავარია, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შეასრულა შეთანხმებულად კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ, რასაც ბუნებრივია დამატებითი ანალიზი ესაჭიროება. აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივახციოთ. საჭიროების შემთხვევაში ამისათვის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ. გარდა ამისა, მოუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს სიღრმისეულად შეესალონ საკითხი და დაადგინონ ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ასევე მინდათ ხოლო საქართველოს პარლამენტს შექმნა საპარლამენტო კომისია, რომელიც საკითხის შესაფასებლად შესაბამის საპარლამენტო ბერგედებს გამოიყენებს. ფასნავატების შემცირება და ბაზარზე ფასების დარეგულირება რომ მნიშვნელოვანია, დღეს ამაზე სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარემაც დაწერა. შალვა პაპუაშვილი იზიარებს მთავრობის მეთაურის ინიციატივას და ამბობს, რომ საგაზაფხულო სესიაზე საპარლამენტო კომისიის ფარგლებში აღნიშნული საკითხი ფუნდამენტურად იქნება შესწავლილი. მისასალმებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა სასურსათო პროდუქტების საცალო ფასები, რაც მოქალაქეთა პირველადი ზრუნვის საგანია. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საკითხის შესწავლა დაწყებულია, ჩატარებულია კვლევა, გამოკვეთილია პრობლემური წერტილები, დაწყებულია პროცესი. ერთ-ერთ მიმართულებად დასახელდა საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეაც, როგორც ღია საჯარო ფორმატი, რათა აუდიტორიამ დაინახოს საცალო პროდუქციის ფასთა ფორმირების პროცესი და ამ პროცესის შესაძლო ხარვეზები. ღია დემოკრატიული პროცესი განაპირობებს ინფორმირებულ მოქალაქეს, რომელსაც ესმის და ჩართულია საჭირბოროტო საკითხების შესახებ დისკუსიაში და მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში. საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე საქართველოს პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას და დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ფასნამატებზე ქსელურ მარკეტებთან ერთად ანტიმონოპოლიური სამსახური აქტიურად იმუშავებს, როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, საქართველოში ბაზრის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქსელურ მარკეტებში ხშირ შემთხვევაში სუფთა მოგების მარჯა ევროპულ მარკეტებთან შედარებით 14%-ს უდრის. მადლობა, შოთა ფალავანდიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. საქართველო სასამართლოში დღეს სავარაუდოდ გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართება. იმშელებენ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე. პროკურატურა სუსის ყოფილ უფროსს განსაკუთრებით დიდი ოდენობით გრთა ამის აღებას ედავება. საუბარია 4 კონკრეტულ ეპიზოდზე. მათ შორის არის კოლ-ცენტრების საქმე, საბავშვო ბაღების ტენდერები და ბიზნესის ლობირება. თემაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები. ნეიტრალურ საქართველოში საუბრობენ გრიგოლ ლილუაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის ერთობლივ სქემაზე, რომლის მიხედვითაც სუსის უფროსზე კოლ-ცენტრებიდან დაფინანსებულ მედიებში ხელოვნური თავდასხმები მთავარი პრობლემიდან ყურადღების გადასატანად ხდებოდა, რა დროსაც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით რეალური კოლ-ცენტრები ხელშეუხებელი თემა იყო. ლელა ჯავახიშვილი გვიყვება დეტალებს, ის კურიერს უერთდება, გისმენთ ლელა.
სქემა ხაბეიშვილის ფაქტორით იშიფრება აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი. მისი თქმით, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მედიები კოლ-ცენტრებიდან ფინანსდებოდა, ოპოზიციის წარმომადგენლები სწორედ მათი მეშვეობით დაზღვევის მიზნით მიზანმიმართულად ამხელდნენ ამბავს, რაც ალიბის შექმნას ემსახურებოდა მაშინ, როდესაც ნიკოლეიშვილის განცხადებით ხაბეიშვილს ხელფას სწორედ ლილუაშვილი უხდიდა კოლ-ცენტრებიდან მიღებული თანხებით, საიდანაც თავის მხრივ ფინანსდებოდნენ კონკრეტული მედია საშუალებები. ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მეტი დამაჯერებლობისთვის ლილუაშვილმა მედიებს სასამართლოშიც უჩივლა და ეს პროცესი მოიგო, რადგან რეალურად კოლ-ცენტრები სხვა მისამართებზე ფუნქციონირებდა, თუმცა შუქდებოდა მიზანმიმართულად არასწორ მისამართებზე და მისივე თქმით, ესაც ერთობლივი გეგმის ნაწილი იყო. სამწუხარო რეალობა არის, რომ ნახეთ, რომ გარკვეული სქემები არსებობდა იმის თაობაზე, როგორც თანამშრომლობდა თქვათ უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი, მაშინ ალბათ უფროსი, ოპოზიციის გარკვეულ წარმომადგენლებთან, კოლ-ცენტრების საკითხებთან დაკავშირებით და ყველაზე მთავარი და საინტერესო ის არის, რომ ამას ისაკეთებდა თავისი აგენტის, ეგრეთ წოდებული ანიტა ხაბეიშვილის, იგივე ლევან ხაბეიშვილის მეშვეობით. ის აქტიურობდა, მაგრამ აქტიურობდა ნაწილობრივ, აქტიურობდა მხოლოდ იმ ნაწილში, რაც მისთვის იყო საინტერესო, მაგრამ მეორე ნაწილში, რაც მას აწყობდა და რაც ეხმარებოდა ოპოზიციას და ამ რადიკალურ ძალებს, რა თქმა უნდა, იქ ხდებოდა რაღაც ირიბი, ირონიული ქმედებების განხორციელება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს ადამიანები ურთიერთკავშირში იყვნენ ერთმანეთთან. ეს იყო ფარსი, ეგრეთ წოდებული ფარსი და გათამაშება, რომ თითქოს ვიღაცას რაღაცას აბრალებ და ამავდროულად მეორე მხარეს გაქვს შენიღებული, ასე ვთქვათ, თამაში იმ მიმართულებით, რომ შენ მხარეზე ვინც არის და ვინც შენი დამფინანსებელია, იმას პირდაპირ დარტყმა არ მიაყენო. ალბათ მადლობაც უნდა უთხრათ იმ სამგონიო ორგანოებს, რომ აი ესეთი სქემების ვიღაცისთვის შეიძლება ჭყალებს ვიძახით ჩეკისტური, მაგრამ აბსოლუტურად გოიმური გამოძიებული ხდება და სათანადო პასუხის გაცემა ხდება სწორედ ამ ადამიანებთან მიმართებაში. გრიგოლ ლილუაშვილს გამოძიება სწორედ კოლ-ცენტრების მფარველობას ედავება პროკურატურის მტკიცებით სუსის ყოფილი უფროსი. კოლ-ცენტრებს მართავდა მისი ახლო ნათესავი სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით. გამოძიება ასევე ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომ გრიგოლ ლილუაშვილი თანამძრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედია საშუალებების დამფინანსებელი თაღლითური კოლ-ცენტრების არსებობა. მართლ გუნდში ამბობენ, რომ ამ საეჭვო კავშირი დამატებით გამოძიება სჭირდება, უშუალოდ ნაციონალური მოძრაობა კი ამ დრომდე არ გამოხმაურებია გავრცელებულ ინფორმაციას ხაბეიშვილი ლილუაშვილის ერთობლივი სქემის შესახებ. უშუალოდ ხაბეიშვილთან დაკავშირებით არ საუბრობენ არც სხვა ოპოზიციურ პარტიებში. ჩემთვის ძალიან სასაცილო როდესაც ამ ბრალდებებს ვისმენ, ხო, აი ამ ტიპის ბრალდებებს, რომ ვიღაცას რაღაცა სიუჟეტის მასალას აწვდი და მე მივიჩნევ, რომ ყველა მათგანი უნდა გასამართლდეს კანონის შესაბამისად. საგამოძიებო ორგანოებს უნებრივია აქვთ გამოსაძიებელი ის მოცემულობა, რაც რადიკალურ ოპოზიციასა და ასევე მათი მხარდამჭერ მედიებსა და კოლ-ცენტრებთან კავშირში არსებობს. ამის შესახებ გარკვეულწილად ისაუბრა კიდეც ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა, როდესაც იყო საუბარი ამ კონკრეტული სამართლიანი დევნის დაწყების თაობაზე. ლევან ხაბეიშვილის საუბარი და ის საგამოძიებო თქვათ არსენალი, რომელიც ხელისუფლების და საგამოძიებო სტრუქტურების ხელშია, უნებრივია გამოსაძიებელი არის აქ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, თუ რამდენად ხდებოდა კოლ-ცენტრებიდან დაფინანსება რადიკალური ოპოზიციის, რადიკალური ტელევიზიების, ამის შესახებ გარკვეული ეჭვები და ასევე ირიბი თუ პირდაპირ მტკიცებულებები, როგორც ჩანს, სამართალდამცავ ორგანოებს გააჩნიათ. 4 კონკრეტული ეპიზოდი და მიღებული მილიონები სუსის ყოფილი უფროსი კორუფციისა და დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობის მუხლით არის დაკავებული და მას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა ის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. მადლობა ლეო ჯავახიშვილი საუბრობდა კურიერის ეთერში.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს გიგა ავალიანის საქმის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. უწყება გამოთქვამს მზადყოფნას, შეხვდეს დაზარალებულ მხარეს და მიეწოდოს ინფორმაცია საგამოძიებო მოქმედებებზე. პროკურატურა განმარტავს რამდენიმე ეპიზოდს, მათ შორის უწყების უარს ადვოკატის მოთხოვნაზე გადაეცათ მისთვის საქმის მასალის ასლები. ამის მიზეზად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით გამოძიების გახმაურების საფრთხე დასახელდა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ავალიანის ოჯახის თხოვნა საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა და მოითხოვა დაზარალებულის უფლებამონაცვლეს დაეწერა ხელწერილი გაუთქმელობის შესახებ, რაზეც ამ დრომდე რეაგირება და უკუკავშირი სასამართლოსთან არ მომხდარა. საქმეზე ამჟამად დაკავებულია 4 პირი, მათ დანაშაულის შეუტყობინებულობას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ბრალდებათ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 22 დეკემბერს გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს შეეთავაზათ თბილისის პროკურორთან შეხვედრა. ავალიანის ოჯახის წევრებს პროკურატურის შინაგანი წესის თანახმად ტელეფონების სპეციალურ შესანახ კარადაში განთავსება ეთხოვათ, რაზეც მათ უარი განაცხადეს. იმ მოტივით, რომ პროკურატურას შესანახად ვერ ანდობდნენ მობილურ ტელეფონებს და მოითხოვეს შეხვედრაზე ტელეფონები შესულიყვნენ. როგორც წესი, პროკურატურის შენობაში მობილური ტელეფონებით მოქალაქეები არ დაიშვებიან. მიუხედავად ამისა, აღნიშნულის შემდეგ გიგა ავალიანის დედას შესთავაზეს შეხვედრაზე მობილური ტელეფონით დასწრება, თუმცა ოჯახმა შეხვედრაზე უარი განაცხადა. ასევე განმარტავთ, რომ 7 ნოემბერს ოჯახის ადვოკატმა ითხოვა საქმის მასალის ასლების გადაცემა, რაზეც მას პროკურორის დადგენილებით უარი ეთქვა საქმის მასალის გახმაურების საშიშროების შესაბამისად გამოძიების ინტერესების დაცვის მოტივით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით. ადვოკატმა საქმის მასალების გადაცემის მოთხოვნით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითად განხილველ მოსამართლეს. სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატის თხოვნა და რადგან სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებენ არასრულწლოვნები, მოითხოვა დაზარალებულის უფლებამონაცვლეს დაეწერა ხელწერილი საქმის მასალების გაუთქმელობის შესახებ, რაზეც ამ დრომდე რეაგირება და უკუკავშირი სასამართლოსთან არ მომხდარა. საქართველოს პროკურატურა კვლავ გამოთქვამს მზაობას ნებისმიერ დროს შეხვდეს დაზარალებულ მხარეს და დეტალურად განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ, ასევე მტკიცებულებების და სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას მოახდინოს სხვა პირთა სისხლის სამართლებრივი პასუხისგებაში მიცემა. ამღებულია მილიონ ვარზე მეტი ღირებულების კოკაინი. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. დაკავებულია რუსეთის მოქალაქე. მას სამგზავრო ჩანთაში მოწყობილი ჰქონდა სამალავი, რომელშიც 1 კილო და 200 გრამი კოკაინი ედო. პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მძევლად აიყვანა საკუთარი ბებია და მისი ყოფილი მეუღლის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანას ითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბებიის მოკვლით იმუქრებოდა. სიღნაღის პოლიციამ ბრალდებული ადგილზევე დააკავა, მას 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბრალდება არის ოჯახის წევრის მძევლად ხელში ჩაგდება. ცენზურისა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობის გამო ამერიკული სანქციები ევროპულ ჩინოსნებს. შეერთებული შტატები ქვეყანაში შესვლას უგზალავს ყოფილ ევროკომისარს ტიერი ბრეტონს და ევროპის არასამთავრობო ორგანიზაციების კიდევ 4 წარმომადგენელს. მათ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკული პლატფორმების ცენზურასა და მათთვის მიუღებელი მოსაზრებების ჩახშობის მიზნით ორგანიზებულ ქმედებებში ადანაშაულებს. ვაშინგტონის გადაწყვეტილება დაგმეს პარიზში. ლუკა ჩანგელია უერთდება ამ თემით კურიერს, ის დეტალებს მოგყვება, გისმენთ ლუკა. თამარ, სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია ახლა ასეთია: დასანქცირებული პირები და ორგანიზაციები, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ, არ არიან უფლებადამცველები, არამედ ისინი არიან უცხოური ძალის აგენტები, რომლებიც ცდილობდნენ ჩარეულიყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაში და ცენზურა მოეხდინათ სხვადასხვა სოციალურ ქსელებზე, რომლებიც ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას თავისუფლად გამოხატონ საკუთარი მოსაზრება. მარკო რუბიომ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ამ თემაზე საკმაოდ ვრცელი განცხადება გაავრცელა. ის პლატფორმა X-ზე წერს, რომ მიუღებელი არის ტერიტორიული კუთვნილების მიხედვით კონკრეტული ორგანიზაციების მიერ გამოვლინი ცენზორული დამოკიდებულება ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ სოციალური ქსელების მიმართ. რუბიოს განცხადებით, სწორედ ამიტომ ახლა ტრამპის ახალმა ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაასანქციროს თითოეული ის ადამიანი, რომელიც ამ პროცესში არის ჩართული. და მათ რიგებში მოხვდნენ ევროპელი მაღალჩინოსნების, მათ შორის ერთ-ერთი არის ყოფილი ევროკავშირის უმაღლესი კომისარი
არის ტიერი ბრენტონი, რომელიც ასევე არის ციფრული სერვისების შესახებ კანონის ავტორი. ტიერი ბრენტონმა თანამდებობა რამდენიმე ხნის წინ დატოვა, თუმცა მიუხედავად ამისა, ახლა ევროპელი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს არის ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ღია თავდასხმა ევროპულ ბიუროკრატიაზე, მათ შორის ერთ-ერთი პირველი იყო საფრანგეთი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრამაც ვრცელი წერილობითი განცხადება გაავრცელა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ დაუბრუნდეთ ისევ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას. მარკო რუბიო არ არის ერთადერთი, რომელიც თვლის, რომ ევროპა და ევროკავშირი არასწორად იქცევიან სიტყვის თავისუფლების მიმართ. ამავეს ფიქრობს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის სამსახურის უფროსი ტულსი გაბარდი, რომელმაც გაავრცელა ასევე განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით და აღნიშნა, რომ ევროპული ბიუროკრატია, ასევე რიგი ევროპული ორგანიზაციები პირდაპირ ერევიან შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკაში და სუვერენიტეტში, რითაც ხელყოფენ ადამიანების უფლებას თავისუფლად ამ შემთხვევაში გამოიყენონ სიტყვის გავრცელების შესაძლებლობა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ სხვადასხვა პლატფორმებზე. ტულსი გაბარდიც და მარკო რუბიოც ახლა ღიად ამბობენ, რომ არც ერთი მსგავსი ქმედება და უჟელი არ დარჩება და თითოეული ადამიანი, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული, პასუხს აგებს ამერიკული კანონმდებლობის თანახმად. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ევროპაში მოქმედი იდეოლოგები ორგანიზებულად ცდილობდნენ ამერიკული პლატფორმების იძულებას, რათა დაესაჯათ ამერიკული შეხედულებები, რომელთაც ისინი ეწინააღმდეგებიან. ტრამპის ადმინისტრაცია აღარ შეეგუება ექსტრატერიტორიული ცენზურის ამგვარ უხეშ ქმედებებს. დღეს სახელმწიფო დეპარტამენტი გადადგამს ნაბიჯებს, რათა გლობალური ცენზურის ინდუსტრიულ კომპლექსში წამყვან ფიგურებს შეეზღუდოთ შეერთებულ შტატებში შესვლა. ჩვენ მზად ვართ და სურვილიც გვაქვს გავაფართოოთ ეს სია თუ სხვები არ შეცვლიან საკუთარ კურსს. ყველა ამერიკელის სიტყვის თავისუფლების უფლება ჩვენი ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. უცხო ქვეყნების მცდელობა დააწესონ თავიანთი თავისუფლების საწინააღმდეგო პოლიტიკა ამერიკული ხმის ცენზურისთვის და აიძულონ ამერიკული პლატფორმები დაარეგულირონ ან ჩაახშონ ჩვენი სიტყვის თავისუფლება ჩვენი სუვერენიტეტის უხეში დარღვევა, რასაც პასუხი უნდა გაეცეს. შტატების არჩევნებში ჩარევის მცდელობა, ციფრული სერვისების აქტის იარაღად გამოყენება და სხვადასხვა სოციალური ქსელების დაშანტაჟება მათი სარედაქციო პოლიტიკის შესაძლებლად შეთქმულება ამერიკული კომპანიების გასაკოტრებლად. ეს არის ის ძირითადი ბრალდებები, რომელსაც ახლა სახელმწიფო დეპარტამენტი და ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტის ადმინისტრაცია ევრობიუროკრატებს უყენებს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. პირველი განცხადება ევროკავშირში უკვე გაკეთდა, ევროპელი ლიდერები არ მიესალმებიან ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას. მადლობა ლუკა ჩანგელია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. აკრძალულია ბრიუსელში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბრობს საინფორმაციო პორტალ ევროაქტივის მთავარი რედაქტორი მეთიუ კარნიჩნიგი ევროკომისიას ბრალდებებს უყენებს და აცხადებს, რომ ბრიუსელის შესახებ კრიტიკული რეპორტაჟების მომზადების შემდეგ მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებს კომისიის დახურულ ბრიფინგებს არ ასწრებენ. ევროპაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ამჟამად მტრების სიაშია, წერს კარნიჩნიგი. რედაქტორის განმარტებით ევროკავშირი, პოლიტიკური ინსტიტუტები, ლობისტები და სახელმწიფო აქტორები მედიაზე სულ უფრო დიდ გავლენას ახდენენ. შალო პაპუაშვილმა საქართველოს ელჩებს პარლამენტში უმასპინძლა შეხვედრა, რომელიც ელჩების კონფერენციის ფარგლებში სამშაბათ სესიის ფორმატში ჩატარდა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნა. შალო პაპუაშვილი დიპლომატებს საკანონმდებლო საქმიანობაზე ესაუბრა, მან მიმოიხილა კანონები და ის ცვლილებები, რომლებიც ეხება ინსტიტუციურ საკითხებს, დემოკრატიის დაცვის მექანიზმებს, პარლამენტის რეგლამენტს, ახალ საარჩევნო კოდექსს და შრომითი მიგრაციის თემებს. სესიის მეორე ნაწილი საპარლამენტო დიპლომატიას დაეთმო. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ საპარლამენტო დიპლომატიის ასპექტებზე ისაუბრა. აქცენტი გაკეთდა საპარლამენტო ასამბლეებში საქართველოს მონაწილეობაზე. მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში 46-მა ბიზნეს სუბიექტმა გაიმარჯვა. მერიას 205-მა პრეტენდენტმა მიმართა, გადაწყვეტილება კი შესაბამისმა კომისიამ მიიღო. თემაზე დღეს დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მუნიციპალიტეტი პროექტების დასაფინანსებლად 9 მილიონზე მეტს გასცემს. ჩვენ გამოცხადებული ჰქონდა განცხადებების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან კარგი პროგრამა არის. 46 ბიზნეს სუბიექტი გამოავლინა კომისიამ, შესაბამისმა კომისიამ, რომელმაც დაასრულა მუშაობა ამ მიმართულებით.
დაახლოებით 9 მილიონი ლარი. თავიდან იყო გამოყოფილი 300,000 ლარი და გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, გავზარდეთ ბიუჯეტი და 523,000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნეს სუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. მინდა მიულოცო გამარჯვებულებს, უსურვებ წარმატებას და მსგავსი პროექტების დაფინანსებას ჩვენ მომავალშიც გავაკეთებთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით, უფრო მეტი შესაძლებლობებით, უფრო მეტ ბიზნეს სუბიექტს დავეხმარებით. წლიური ანგარიში გააცნო საზოგადოებას შემოსავლების სამსახურმა გაიმართა საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების და სიახლეების პრეზენტაცია. ღონისძიება ფინანსთა მინისტრმა, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ გახსნეს. გაიმართა პანელური დისკუსია. მათ დეტალურად გაეცნოთ საგადასახადო და საბაჟო მიმართულებები. საბაჟო მიმართულებით გაეცნო ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა NCTS, ასევე ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. შეხვედრა წარიმართა აქტიურ რეჟიმში, იყო კითხვა-პასუხები, იყო შენიშვნები ბიზნესის მხრიდან, რაც ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, რათა უფრო დავხვეწოთ ჩვენი პროექტები მომავალში. წარდგენილი იყო წლის განმავლობაში უწყებაში განხორციელებული ცვლილებები, მათ შორის საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, ასევე ახალი მეთოდური მეთითებების შესახებ ინფორმაცია, მსგავსი ტიპის შეხვედრები ბიზნესთან და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, უფრო მეტად ინტენსიური კომუნიკაციის რეჟიმში, რა თქმა უნდა, კვლავ გაგრძელდება. ესეთი ტიპის შეხვედრები ყოველთვის სასარგებლო და საინტერესო არის ხოლმე, რათა რაღაცნაირად მუდმივად იყოს აპდეიტი გაკეთებული, თუ რა კეთდება, რა სიახლეებია და რაზე შეიძლება ვთქვათ იყოს გაკეთებული აქცენტები ბიზნეს მხრიდან. განსაკუთრებით ჩემთვის გამოვყოფდი კვლევითი კომპანიებისათვის დადგენილი შეღავათების თემას. ოკუპირებული აფხაზეთი კულტურული მემკვიდრეობა და საინფორმაციო გამოწვევები საპატრიარქომ ორდღიან სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტების ხელმძღვანელები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლებიც და სტუდენტები. კონფერენცია ილია მეორის აღსაყდრებისა და მისი დაბადების წლის თავს მიეძღვნა. როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე მსჯელობთ, საუბარია არამხოლოდ მატერიალურ ძეგლებზე, არამედ ჩვენი ისტორიული მეხსიერების გადარჩენის აუცილებლობაზე, რაც უპირველესად სულიერი და მორალური ხასიათის პრობლემაა. მიზანმიმართული ცრუ ნარატივები და ისტორიული წყაროების სელექციური გამოყენება აქ არწყლებს რეალობას, რაც განსაკუთრებით მძიმედ აისახება მომავალ თაობაზე და მეტიც ქვეყნის მომავალზე. კულტურული მემკვიდრეობა არის ჩვენი ისტორიული მეხსიერება, რომელიც თაობებს შორის უწყვეტ კავშირს უზრუნველყოფს. მისი განადგურება ან უგულებელყოფა პირდაპირ შეტევაა ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ. მსგავსი შეხვედრები საშუალებას გვაძლევს კიდევ ერთხელ შევაფასოთ არსებული ვითარება, გამოვავლინოთ პრობლემები და ერთად დავგეგმოთ ის ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად. კულტურული მემკვიდრეობა არ არის მხოლოდ ჩვენი წარსული. იგი ცოცხალი სივრცეა, სადაც ყალიბდება ჩვენი ეროვნული იდენტობა, ისტორიული მეხსიერება და მომავლის ხედვა. აფხაზეთი საქართველოს ისტორიული, სულიერი და კულტურული სივრცის განუყოფელი ნაწილია. ხოლო იქ არსებული ძეგლები, ენობრივი ტრადიციები და ეკლესიური მემკვიდრეობა საერთო ეროვნული მეხსიერების მყარი საფუძველია. დღეს ჩემი სიცოცხლის წყარო დააჯილდოვეს კონკურსის გამარჯვებულები. მასში მონაწილეობა მიიღეს მე-9 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა რეგიონებიდან. წარმოადგინეს პროექტების იდეები, რომლებიც ტყის მართვას და გამოწვევებს ეხება. კონკურსი ეკო ჯორჯიას ფარგლებში ჩატარდა. კონკურსი "ტყე ჩემი სიცოცხლის წყარო" წარმატებით დასრულდა. აღნიშნული კონკურსი გამოცხადებული იყო პროექტის ეკო ჯორჯია ტყის მდგრადი მართვის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში. ძალიან მოხარულები ვართ, რომ 100 მეტი აპლიკანტი იყო სამიზნე მუნიციპალიტეტიდან. ჩვენ 10 გამარჯვებული ჯგუფი გამოვავლინეთ. გადაწყვეტ, რომ ყველაზე პრობლემურ თემაზე შეგვექმნა პროექტი, რის ფარგლებშიც ჩვენ მოხვდით 10 საუკეთესოში და ამიტომაც დღეს ჩვენ აქ ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ ის გამოცდილება და ის ცოდნა, რაც დღეს მე აქ მივიღეთ, სამომავლოდ გამოვიყენებ როგორც ჩემი პირადი მიზნებისთვის, ასევე ჩემს თემში გავავრცელებ.
5 და 6 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა. გადაწყვეტილება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა. ოფიციალურ დოკუმენტში ჩამოთვლილია ის უწყებები, რომელთაც გადაწყვეტილება არ შეეხება. მათ შორის არის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დაკავშირებული საქმიანობა და ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული უწყებები. თარობის განკარგულებას ხელს პრემიერი აწერს. ის იყო ბოლო ინფორმაცია, კურიერი გემშვიდობება 3-მდე, თქვენ კი დღის სხვა სიახლეებს გაიცანით ჩვენ ვებგვერდზე rustavi2.gi-ით.